თბილისში ახალი საპილოტო პროექტი ტარდება. პროექტი ავტორებმა დღეს თემქის მოსახლეობასთან ერთად შეაჯამეს. გიგი უგულავამ და თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს ერთად მოინახულეს ის მოწყობილობა, რომლის გამოყენებითაც უკვე 34 ოჯახს აქვს ცხელი წყალი და გათბობა მინიმალური დანახარჯებით. ეს პროექტი თავისი არსით მოიცავს როგორც ეკოლოგიურს, ასევე სოციალურს და ბიზნეს ასპექტებს, რაც ქმნის დამატებითი კომფორტს მოსახლეობისათვის და ამვითარებს საზოგადოებრივ და თანამედროვე ინფრასტრუქტურას. მარტივად შეგვიძლია თქვა დღეს აი ამ კორპუსში მაცხოვრებელ თითოეულმა ოჯახმა რეალურად იგრძნოს ზამთარში ქვითრით, რომელიც მოვიდა კომუნალური მიმართულებით 30% ხარჯი შემცირდა. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ვისაუბროთ კომუნალური გადასახადების შემცირებაზე ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს არის ერთადერთი და სწორი გზა იმისათვის, რომ ერთის მხრივ ჩვენ ენერგოსისტემა არ დავაზიანოთ და მეორეს მხრივ რეალური ხელშესახები, ცვლილება და რეალური ხელშესახები წინსვლა და კომფორტი და სითბო მოუტანოთ თბილისში და არა მარტო თბილისში. მე ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით ეს სიახლე, რომელიც აუცილებლად უნდა დაინერგოს და სწორედ ამიტომ აქვს ნებისმიერ ინსტიტუტში განგრძობადობას ძალიან დიდი მნიშვნელობა, მემკვიდრეობითობას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს ის პროექტია, რომელიც დარწმუნებული ვარ, იგივე ნიკას გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ ნებისმიერი სხვა კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ამ პროექტზე მე დარწმუნებული ვარ, არც ერთი კანდიდატი უარს არ იტყვის. ადამიანებს ყველაზე მეტად კომუნალური გადასახადები უჭირთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. თუმცა გათბობის სეზონი საკმაოდ ზრდით მწირი პენსიების და ხილხოსების ფონზე მათ გადასახადებს. ზამთარში საშუალოდ ის 25-30%-ით გაიაფებს მათ ხარჯებს კომუნალურ გადასახადებში, ხოლო როდესაც უკვე დათბება ზაფხულის სეზონი მოვა, ფაქტიურად მათ არც ეკნებათ გადასახადები.